გარემოს დამცველების საგანგაშო მდგომარეობა თბილისი ეკოლოგიურად დაბინძურებული ქალაქების ათეულში შედის. ამის მიზეზი ბოლო წლების მანძილზე გაჩეხილი რეკრეაციული ზონებია. ვაკის და საბურთალოს პარკები, კუსტბა, მზიური, დიღმის ტყეპარკი. თბილისის ფილტვებად წოდებული ეს ტერიტორიები კატასტროფულ მდგომარეობაშია. გარემოს დამცველები რეკრეაციულ ზონებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას მოითხოვენ. უფლებადამცველები ტერიტორიების უკანონოდ გაწხვისებაზეც საუბრობენ და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად მასალებს აგროვებენ. ამ მასალების ნაწილი საჯარო 2 დღის წინ ზაუტაშვილის სოციალურ ტოქ-შოუ რეალურ სივრცეში გახდა. რა გამოხმაურებები მოჰყვა აქტუალურ გადაცემას, ამის შესახებ ნატა ქაჯაიაგვი ამბობს. ყველა არის ერთნაირად ცუდ მდგომარეობაში. იპოდრომი საერთოდ გაქრა. იპოდრომზე ხო თანდათან შეწყდა საერთოდ ლაპარაკი, მზიური ქრება. მზიურის გარდა სამშენებლო სამუშაოები რეკრეაციული ზონის სტატუსის მქონე სხვა ტერიტორიებზეც მიმდინარეობს, მათ შორისაა ვაკისა და დიღმის პარკები. მათი დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაშია გადასული. გარემოს დამცველები ამტკიცებენ, რომ თბილისის რეკრეაციული ტერიტორიები უკანონოდაა გასხვისებული. ტყეპარკების ნაკვეთებად დანაწილებისა და მითვისების ფაქტების გამოსაძიებლად მასალები უკვე გადაგზავნილია პროკურატურაში. არარეალურ ფასებში იყიდება მიწა, რომლის ფასი საერთოდ არ არის, იმიტომ რომ როგორც კომერციული ვერ გამოიყენება. ერზე ერთის მატარებელია. ამ დროს გადახდილი არის 853,000. იკვეთება უამრავი ფაქტი და უამრავი ხელშეკრულება, რომელიც კონკრეტული ადამიანების მიერ არის ხელმოწერილი. კონკრეტული გვარების დასახელება ამ მომენტისთვის მე არ ვფიქრობ, რომ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ ეს მართლა გამოძიების საგანი უნდა გახდეს. გარემოს დამცველების საკანონმდებლო ხარვეზებსა და ქალაქის დაგეგმარების არასწორ სქემაზე საუბრობენ. ნინო ჩხობაძე მიიჩნევს, რომ რეკრეაციული ზონების განადგურება თბილისს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აყენებს. ქალაქი დაუგეგმავია ფაქტობრივად, როცა ესეთი ინტენსიური მშენებლობები მიმდინარეობს ქალაქის ცენტრში. ქალაქი დარჩება სასუნთქი გარემოს გარეშე. რაც არის ყოველად დაუშვებელი, იმიტომ რომ მოსახლეობა, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობს, მათთვის იქნება გაუსაძლისი, განსაკუთრებით ცენტრებში იქნება გაუსაძლისი მდგომარეობა. გარემოს დამცველების გარდა არსებული ვითარების გამოსწორებას ითხოვენ დედაქალაქის მაცხოვრებლებიც. ქალაქის დაგეგმარების შეცვლაზე და მიმდინარე მშენებლობებზე თბილისელებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა რეალურ სივრცეშიც ისაუბრეს. ჩინური კედელი აგვიმართეს ჩვენ ვაკის პარკის მიმდებარე მცხოვრებლებს. აქედან ყრუ კედელია. სასამართლომ გამოიტანა ასეთი დადგენილება, რომ შეჩერდეს მშენებლობა. მაგრამ მშენებლებმა ისევ გააგრძელეს ეს პროცესი, არ შეჩერდნენ. როგორ შევაჩეროთ ეს მავნებლური დანაშაულებრივი პროექტები, რომლებიც პრაქტიკულად გაფორმებულია და კანონიერი სახე აქვს მიღებული, მაგრამ რეალურად ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის დანაშაული. ქალაქის ეკონომიკური პოლიტიკა არა მარტო უბრალოდ არასწორია, არამედ უგუნურიც არის. მანჰეტენზე იმიტომ არის უძრავი ქონების და მიწის ფასი მაღალი, რომ იქ არის ცენტრალ პარკი. თუ ეს ცენტრალ პარკი აღარ იქნება, ქალაქი ნახავდა გრძელვადიან პერსპექტივაში 10-ჯერ უფრო მეტ ზარალს, ვიდრე რაც შევიდა ბიუჯეტში. მოხდა თუ არა რეკრეაციული ზონების უკანონოდ გასხვისება და რატომ დგას ქალაქში დაგეგმარების პრობლემა, ამ თემაზე თბილისის მერიაში დღეს განმარტებებს არ აკეთებენ. საკრებულოში კი ამტკიცებენ, რომ მათ პროცესების შესაჩერებლად ბერკეტი არ გააჩნიათ. საკრებულო ამ შემთხვევაში არ არის ის ორგანო, რომელიცაც აქვს ბერკეტი პირდაპირ ზემოქმედებისა პროცესების შესაჩერებლად. ნებისმიერ შემთხვევაში ქალაქ თბილისის შესაბამის ამსახურებს მშენებლობის ნებართვის გაცემა იქნება თუ უკვე გაცემული მშენებლობის შეჩერება, ეს არის კონკრეტულად ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილება, არქიტექტურის სამსახურის უფლებამოსილება. რეკრეაციული ზონების დაცვის მიზნით დეპუტატი გია ცაგარეიშვილი კანონპროექტს ამზადებს. ცაგარეიშვილის თქმით, ცვლილებათა პაკეტი საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესიაზე დარეგისტრირდება. შექმნა ისეთი დათქმები კანონმდებლობაში, რაც ესე თავზე ხელაღებულ ადამიანებს ისეთებს, როგორც არის მოკალათებული თბილისის მერიაში ხელშეუშვლის იმაში, რომ გაანადგურონ აბსოლუტურად თბილისის მთელი მწვანე საფარი. კანონში ცვლილებების მიღებამდე გარემოს დამცველები თბილისში რეკრეაციულ ზონებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას მოითხოვენ. ვრცელდება პეტიციაც სახელწოდებით ერთად გადავარჩინოთ მწვანე საფარი, რომელზეც ხელმოწერა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.